ჩვენ ჯამურად შემოსულობების ნაწილი, რასაც მობილიზებას გაუკეთებთ წლის განმავლობაში, იქნება 30 მილიარდ 290 მილიონი ლარი. მათ შორის შემოსავლები არის 24 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე და ყველაზე დიდი წილი, რა თქმა უნდა, უჭირავს საგადასახადო შემოსავლებს. სახელმწიფო ბიუჯეტის წილად იქნება 23 მილიარდ 30 მილიონი ლარი. სხვა შემოსავლები მილიარდ 350 მილიონი ლარი იქნება. გრანტების სახით დაგეგმილია 219 მილიონი ლარი. ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება 9 მილიარდ 620 მილიონ ლარზე მეტია 800 მილიონი გვაქვს აქ და ჯამში განათლების და სამინისტროს დაფინანსება 3 მილიარდ 228 მილიონ ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთი მსხვილი მხარჯავი ორგანიზაცია, რომელიც ყავს აქ ჯამურად არის 3 მილიარდ 96 მილიონი ლარი გათვალისწინებული, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაზე არის 1 მილიარდ 415 მილიონი ლარი გამოყოფილი, თავდაცვის სამინისტრო 1 მილიარდ 800 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 მილიარდ 473 მილიონი ლარი. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც გვაქვს ამ ეტაპზე 2026 წლის ბიუჯეტისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას როგორც პროგნოზებისა და ასევე შემოსავლების დაზუსტებაზე.